და მიდის თავის მანქანასთან, როგორც თქვით. სავარაუდოდ ის მანქანიდან იღებს რაღაც ნივთს, არ ვიცით რას, ან შეიძლება არც არაფერს არ იღებს, არ ვიცით, ფაქტია რომ ის ჯერჯერობით თავის ავტომობილთან იმყოფება. შემდეგ ის კეტავს მანქანის კარს და თახნიშვილის ქუჩაზე მიემართება ჩვენთვის ახლა მარცხნისაკენ. ცოტა ხანში დააკვირდით, რომ ცოტა ხანში აქ გამოჩნდება ორი ახალგაზრდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს. სულ რამდენიმე წამში. სავარაუდოდ ის ორი ახალგაზრდა სწორედ რომელიც გელა ხვედელიძეს თავს დაესხა. ჯერჯერობით სიმშვიდეა ქუჩაზე, როგორც გითხარით, ამ დროს წესით მოწმეების მტკიცებით ის სიგარეტს ყიდულობს, აი გამოჩნდა ორი ახალგაზრდა, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე მოემართება და თქვენ ნახავთ ახლა, რომ ისინი შევლენ ეზოს თაღში. აქ მათ სავარაუდოდ, როგორც გითხარით, ამ კადრებიდან რამდენადაც იკითხება, ჯერ ნიღბები არ უკეთიათ. მაგრამ შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ თავდასხმა განახორციელმა ორმა ნიღბიანმა. აი ისინი შევიდნენ თაღში, რამდენიმე წამით ისინი გაქრებიან, ცოტა ხანში გამოვლენ და წავლენ იმავე მიმართულებით, სადაც იმყოფება გელა ხვედელიძე. აი ისინი გამოდიან უკვე ნიღბებით და მიემართებიან სწორედ გელა ხვედელიძისაკენ. როგორც გითხარით, ამ დროს გელა ხვედელიძე ტელეფონით, მობილურით ესაუბრება ელისო კილაძეს. ელისო კილაძე ცოტა ხანში ჩვენ სტუდიაში სტუმრად იქნება და თავადაც მოგვიყვება დეტალებს, რას ფიქრობს ის ამ ფაქტის და ამ დანაშაულის შესახებ. ჯერჯერობით ახალგაზრდები თქვენ ხედავთ, რომ ისევ კადრში იმყოფებიან და ცოტა ხანში გავლენ უკვე კადრიდან. სავარაუდოდ, როგორც გითხარით, ისინი სწორედ ამ მომენტში მიდიან გელა ხვედელიძისკენ. თავად დანაშაულის მომენტი ამ ფაილში არ ჩანს, მაგრამ აი გამოჩნდა გელა ხვედელიძის მეუღლე, რომელიც ასევე სადარბაზოდან გამოვიდა, ის ჯერ სრულიად მშვიდად მიემართება მისი მეუღლის ავტომობილისკენ და აი ახლა დაინახავთ თქვენ, რომ ის გაიქცა იმ ადგილისკენ, სადაც სავარაუდოდ გელა ხვედელიძეს ეს ორი მამაკაცი სცემს. ახლა თქვენ დააკვირდით, დაინახავთ ავტომობილს, რომელიც გამოდის ეზოდან და მამაკაცს, რომელიც შემდეგ ავტომობილიდან გამოვა და აგრეთვე დაინახავთ ორ ახალგაზრდას, აი ახლა თქვენ უკვე ხედავთ მათ, ისინი შემოდიან კადრში, რომელიც უკვე დანაშაულის ადგილიდან გარბიან საპირისპირო მიმართულებით. ავტომობილი, რომელიც გამოვიდა ეზოდან, გაჩერდა და იქიდან გადმოვა მამაკაცი, რომელიც შესაბამისად მოწმეა იმ ფაქტისა, რაც მოხდა თახნიშვილის ქუჩაზე. დააკვირდით, რომ ცოტა ხანში კიდევ ერთი ადამიანი გამოვიდა ამავე ეზოდან, რომელიც აგრეთვე მოწმეა. და თვითმკვლელი იმ ფაქტზე ყოველ შემთხვევაში შეიძლება ამ მომენტში სცემის მოწმე არ არის, მაგრამ უშუალოდ სცემის შემდგომ წამებში ხედავს ხვედელიძის მდგომარეობას. ასეთია მთლიანობაში ეს ვიდეო ფაილი, რომელიც არჩევანმა ექსკლუზიურად მოიპოვა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ პირველად უყურებთ კადრებს, რომელიც თახნიშვილის ქუჩაზე განთავსებული უამრავი კამერის მიერ ერთ-ერთმა დააფიქსირა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ